ნუ ეხლა კომპიუტერი გაჩნდა. კომპიუტერიც არ იყო, თქვენ ეს თამაში ლახტი გაგიგიათ? ხო გაგიგიათ. რა არის? ორ გუნდად იყოფა და მე ერთი გუნდი მეორეს მათახებს კამრებს უწყავს ფეხებში და მე შეიძლებიან ეხლა თქვენ ამ კიდე სხვა მსგავსი ომობანას თამაში, ფაშისტები და ჩვენები და ანუ რაღაც ეს ჩვენ ბუნებაში დევს. ვიღაცას უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ ქრისტიანობამ ჯერ შენ ცოდებს ებრძოლეო. უფალიანს შენ თვალიდან ამოიღე დვირე თუ გინდა რომ მეგობრის თვალიდან ამოიღო ბეწვიო. ანუ მიმართულება გვაქვს არასწორი. ბრძოლის მოთხოვნილება გვაქვს, მაგრამ ის თამაშები იყო, იმ თამაში ჩვენ მონაწილეობთ. და აქ ჩვენ მართავთ თამაშებს, აი განსხვავება კომპიუტერში. იქ ჩვენ ვიღლებოდით, დავრბოდით, ვიმალებოდით, რაღაცას ვიგონებდით. აქ ჩვენ ვართ მომხმარებლები. ფსიქოლოგიის სხვადასხვა პოზიცია. იქ ენერგიას ხარჯავდა, რომ დარბოდა, იმალებოდა, რაღაც აკეთებდა, ან ეძახდნენ ერთმანეთს, პიროდნენ, ან თუნდაც ჭიდაობა ავიღოთ, თუნდაც სხვა სპორტული თამაში ავიღოთ. ესეც ხო ბრძოლაა, მაგრამ იქ სხეული ვითარდება, იქ გონება ვითარდება და ამ თამაშების დროს პირიქით, სხეული დუნდება, ყუთი დუნდება, მარტო ნერვული სისტემა ჩართული და აგრესია ის ამიტომ. ლახტის თამაშის დროს ისინი ისე მეგობრები რჩებოდნენ. ან იგი ფეხბურთზე ითამაშებდნენ, კი წაიგამათენ შენ წაარტყან ერთ მეორეს, მაგრამ მე ისე მეგობრები იყვნენ. და აქ აი რაც მამა მიქალმა თქვა, ერთმანეთს გადაეტენ, რატო ის ენერგია ვერ დახარჯეს. და მე ამტროდნენ რაღაცას, იმიტომ აღზნებულები იყვნენ და აიტო ვამბობ რომ ეს თამაშები, სპორტული თამაშები თუ სხვა, ის ამ ენერგიის გამოხდის საშუალებას იძლევა. კომპიუტერული თამაში პირიქით მუხტავს ადამიანს არაკეთილი ძალით და მე ეს განმუხტვა ხდება და არასწორ ფორმებს ხდება.